მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ ჩვენ რატომ ვერ უშვებთ ერთმანეთს. აი ესეთი გაშლა გავაკეთოთ ჩვენ. აქ გვაქვს ჩვენ მოკლე გაშლები, გრძელი გაშლები, იცით თქვენ რა არის მეორე არხზე, რუსული ენა თუ იცით, რუსული არხებიც კი მაქვს, ყველა ლინკები ვიდეოს ქვეშ არის და ვნახოთ ახლა ჩვენ. ანუ პირველი კითხვა მაქვს მე რა ენერგია, რა ენერგიული კავშირი არის ახლა თქვენ შორის. აი, მოდის ეს იქნება როგორც სიგნიფიკატორიც იყოს ასე. და არა, ამ დასტით მინდა რატომ რაღაც დღეს იმუშავა. ნახოთ ახლა. რა გაჩერებს თქვენ ამ ურთიერთობაში, ხო? და რა გიჭერთ, აი ასე რომ ვთქვათ, ხო? ნახოთ ახლა რა აჩერებს მას, რომ ბოლომდე არ გაგიშვათ. აი რა არის ესეთი რა? ნახოთ ახლა თქვენ რა გაჩერებთ. აი აქ ჩვენ ვკითხავთ ენერგია, თქვენ და ახლა ნახოთ თქვენი პარტნიორი. მას რა აჩერებს და რატომ აი საბოლოოდ თქვათ ვერ მიდის დაუშვოთ, ხო? რა კარმული გაკვეთილი აქვს ამ ურთიერთობას, ეგაც ვნახოთ. იმიტომ რომ იცით თქვენ რომ მე კარმული და რო ფსიქოლოგი ვარ, მე მიყვარს აი კარმული დონიდან რომ ყველაფერი გავიგოთ ჩვენ უფრო ღრმად. და ვნახოთ ახლა რა მოხდება თუ თქვენ დაუშვოთ ისევ გააგრძელებთ ამ ურთიერთობას რა. და ვნახოთ ჩვენ დაუშვოთ თუ თქვენთვის აქტუალურია რომ ეს ურთიერთობა დაასრულოთ, ანუ რა დაგეხმარებათ თქვათ მაგ განთავისუფლებაში, ხო? ან რა დაგეხმარებათ რომ ტრანსფორმაცია მოახდინოთ ამ ურთიერთობაში. ტრანსფორმირება მოხდეს. აი ესეთი რაღაც გაშლები საინტერესო მაქვს, ბევრი ფიქრები გაქვს ძალიან. ვნახოთ პირველი ესე იგი კითხვა ჩვენ გვაქვს, ანუ ეხლა რა ენერგია არის თქვენ შორის. ჩემო სიხარულებო და ჩემო ძვირფასებო, ახლა გეტყვით მე თქვენ ვისთვის იქნება ეს ურთიერთობა, ეს გაშლა. აქ იქნება დღეს გაშლა უეჭველი იმ ადამიანებისთვის, ვინც ნამდვილად აქ გაიარა საკმაოდ დიდი გზა. აქ ნამდვილად არის ეს ურთიერთობა იმათვის, ვინც აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა ყოფილიყო შენარჩუნებული და ეს ურთიერთობა ეხლა ეს გაშლა იქნება იმათვის ზუსტად, ვინც ეხლა უკვე აპირებს ახალ რეალობაში, ასე რომ ვთქვათ, გადასვლას რა. და ვისაც უნდა რომ შეიძლება ზოგი დაჟე ფიქრობს, შეიძლება ოჯახზე. აქ ბევრი რაღაცა გამოიარა თქვენ, ბევრი იმუშავეთ ამ ურთიერთობაზე. ძალიან ბევრი დროს, ენერგიას, ემოციებს თქვენ აქ დებდით. აი ეს არის როგორ მომენტი, იცით, როცა ანუ ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნო და ეხლა არის ძალიან მაგარი შედეგი, როცა თქვენ უკვე ნამდვილად მიდიხართ რაღაცა, აი, ხო გეუბნებით, რაღაცა ახალ ეტაპზე რა, ასე ვეთყოდი, მაგრამ აქ კარგი ეტაპი არის უკვე თქვენ აქ გამოვლილი გაქვთ ეს მომენტები, როცა თქვათ რაღაცა შეიძლება გაუგებრობები იყო. აი ნამდვილად არ იქნება გაშლა იმათვის, ვინც ახლა თქვათ დაშორდა. არა. ერთადერთი შეიძლება ახლა ისეთი ვარიანტი იყოს, აი თუ დაუშვათ ახლა ეს ადამიანი წავიდა, თქვათ, მაგრამ და თქვენ ახლა ეს გიხარიათ, მაგრამ ნუ ეს არ იქნება, რა ვიცი, ძალიან წერტილოვანი თემა და პროსტა უყურებთ ისე რომ თქვათ, აი, ნუ გავიგო რა, ვაფშე რა ხდება. მაგრამ აქ ჩვენ კითხვა გვაქვს, რატომ ვერ უშვებთ ერთმანეთს, ხო? და ამიტომ აქ უფრო ისე იქნება სიტუაცია, როცა თქვენ უფრო იმათვის იქნება გაშლა, რომ მართლა ვერ უშვებთ ჩვენ ერთმანეთს და მართლა ვაპირებთ გაგრძელებას. აი, ეგეთი სიგნიფიკაცია მოდის თქვენ და ამიტომ დაიჭირეთ თქვენი. ნუ ნახოთ რა გაჩერებთ თქვენ ამ ურთიერთობაში, რა გაჩერებთ, ვიღაცას აჩერებს ძალიან სექსუალური ენერგია, შემიძლია გითხრათ. ნუ ეს ისე, რო თქვა ბანალურად რო წავიკითხოთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ანუ თქვენ გაქვთ როგორ იცით, აი აქ, აი ამ სიგნიფიკაციით მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გაჩერებთ უეჭველი ის მომენტი, რომ თქვენ გრძნობთ, რომ აი აქ თქვენ თვითონ იცვლებით, თქვენი ცხოვრება შეიცვალა, თქვენ აი
განახლებას გრძნობთ რა ამ ურთიერთობაში, რომ რაღაცა აი სხვანაირია, აი რაღაცნაირად აი მომავალი თუნდაც რა. იმიტომ რომ აქ თქვენ არის ზოგისთვის ესეთი даже ენერგია, რომ თქვათ ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ზოგი ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება ოჯახით შევქმნათ ერთად რა. სადაც იქნება ბედნიერება, მაგრამ ან ეს ურთიერთობა ისეთი არის კიდე, რომ იმის მიუხედავად, რომ თქვენ ბევრი რაღაცა გამოიარეთ, თქვენ აქ ისწავლეთ, ანუ თვით სიყვარულიც ისწავლეთ, დაუშვოთ, ხო? თქვენ აქ შეიძლება ბევრი რაღაცა, თქვათ, კურსებიც გაიარეთ იმისათვის, რომ თქვათ, გაგიგოთ, რომ ანუ რას ნიშნავს ბედნიერება, ну აი რა ვიცი, შეიძლება ეგეთი მომენტი, რომ აქ არის ენერგია, მე მჯერა, აი თქვენი აქ მე მჯერავს, რომ აქ ყველაფერი კარგად იქნება. რაღაცა შეიძლება თქვენც იხსნებით ამ ურთიერთობაში, ამ ადამიანის გვერდით და ამიტომ ფიქრობთ, რომ კიდე ვიცი, რომ უფრო რაღაცა ახალი ენერგიები შემოდის რა თქვენთან რა. აი ეგეთი რაღაც მომენტი არის აქ. და აი ხა კი აი იმენა როგორი მომენტი რომ იმის მიუხედავად რომ შეიძლება იყოს სიტუაციები თქვა სხვადასხვა თქვა ну აქ იმენა როგორ არის ქმედება აქ არის მოძრაობა აქ არის პოტენციალის გახსნა აი ეგეთი მომენტი არის სხვათა შორის ეხლა უნდა გავაკეთო აი რაღაც უცბად მომინდა ეს სურვილების ასრულების ხო გვაქვს ჩვენ არაჩვეულებრივი ტრენინგი აი ქალის ენერგიების გახსნის ენერგიები მინდა გავაკეთო რომ ქალის ანუ პოტენციალი არის ზუსტად მაინც ქალის ენერგიების გახსნა რა და აი მაგ დროს როცა აი ეს და რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი პარტნიორის მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი. ნახოთ ახლა შემდეგი რომ რა მას რა აჩერებს ახლა ამ ურთიერთობაში სიყვარული, აქაც არის სიყვარული, აქ არის გეუბნებით, აქ არის სიყვარული, აქ არის სუფთა ურთიერთობა. იცოდეთ რომ ანუ თქვენ ამას უნდა გრძნობდეთ რომ ეს თუ ეგრე არ არის თქვენთან, მაშინ სხვა გაშლა ნახეთ, იმიტომ რომ აქ უეჭველი რაღაცა ისეთი წყვილი არის, აი როგორ მომდის, იცით რომ რომელმაც აი უკვე გაიარეს, მაგრამ სიყვარულს ირჩევენ აქ, გამიგეთ? აქ თითქოს ორივენი სწავლობთ აი ამ ურთიერთობაში სიყვარულს რა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პოტენციალს ხედავთ თქვენ და ამიტომ ყველა ვარიანტში რომ იმიტომ ვერ გიშვებს ეს ადამიანი რომ მას აქვს თქვენს მიმართ სუფთა სიყვარული, მისი სული თქვენს გვერდით მღერის ემოციები აქ ამ ადამიანს და რა თქმა უნდა ემოციებს ვასწავლეთ ქალები კაცებს იმიტომ რომ კაცებისთვის ახლა ნუ ემოციები ცოტა მეორე ხარისხოვანი თემა არის ხო კაცები არიან ქმედება მაგრამ თქვენ ამ ადამიანის ეს ემოცია რაღაცნაირი აი სუფთა ემოცია კი აი თვითონ რომელიც არ ქონდა მაგას არასოდეს შეიძლება არ ქონდა ეგეთი ემოცია და ანუ თან პლუს კიდე ნახეთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მამაკაცებს აჩერებს ქალებთან თავისი მდგომარეობა ანუ როგორ ვგრძნობ მე თავს მის გვერდით გამიგეთ აი ეს არის როცა აი აქ კიდე როგორი სიტუაცია არის იცით როცა ეს ადამიანი პირიქით ჯერ პირველ რიგში თავის მომავალსაც უყურებს უფიქრდება ქმედება ეს სიყვარული მის ქმედებასაც ცვლის გამიგეთ რა ხდება ანუ უფიქრდება ბევრ რაღაცას ისეც რაც შეიძლება ადრე არც უფიქრდებოდა აქ ესეთი სიტუაცია არის რა ну ვნახოთ ახლა რა კარმულგაკვეთილები აქვს ამ ურთიერთობას ну აი ზუსტად ძალიან დიდი ცვლილება აქ განახლება აქ ენერგიების გახსნა მოდის აქ არის ანუ როცა ყველაფერი იცვლება როცა ყველაფერი სხვანაირი ხდება ამ ურთიერთობაში როცა შეიძლება იყოს მტკივნეული შეიძლება იყოს ძალიან ბევრი თქვათ ახლა განცდა გაქვთ თქვენ ხო ძალიან ამ მაინც გასწავლიან აი ამ ტკივილით ამ გაუგებრობით ამ წყენებით შეიძლება ამ მოძილო ღამეებით შეიძლება ხო აი ეს ენერგიების დატრიალება მიდის და ცვლილება იმიტომ რომ მაინც არის აქ სიყვარული დევს რა აქ მაინც არის ისევ აქაც ეს ადამიანი აქ შეიძლება სხვაობაც გქონდეთ თქვენ ასაკში სხვათა შორის ვინც რუსული იცის მე შევქმენი აი ესეთი დახურული არ იქნება ჯერჯერობით აი ესეთი არხი ტელეგრამზე სადაც
იქნება ზუსტად აი ამ ურთიერთობა სასაკობრივი სხვაობა იქ იქნება ესე დახურული არხი რა, სადაც იქ ვისაუბრებთ, მაგრამ იქ იქნება რუსული ენაზე და ახლა თუ თქვენ იცით რუსული ენა გესმით, გინდათ მომწერეთ და მე რა თქმა უნდა ან ჩემს დამხმარ ჯგუფს მიწერეთ და ის მოგცემს თქვენ ლინკს, სადაც შეგიძლიათ თქვათ ნახოთ ეს არხი. შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს, ანუ რა მოხდება თუ თქვენ გააგრძელებთ ამ ურთიერთობაზე წინსვლა გექნება, წინსვლა, ყველა ვარიანტში გექნება წინსვლა, მიდიხართ რაღაც, აქ არის დალოცვილი ურთიერთობა, ნახეთ აქ როგორ ფრთები მიდის ეს ნავი და ნავის წინ ზის ანგელოზის ფრთები არის. ეს ურთიერთობა იქნება დალოცვილი, ეს ამ ურთიერთობას ელოდება ძალიან დიდი წინსვლა. ამ ურთიერთობას აქ ძალიან ცვლილებები, დიდი ცვლილებები აქვს რა. და ანუ აქ ამ ურთიერთობას ელოდება ძალიან ნათელი მომავალი და სხვათა შორის ეს ურთიერთობა იქნება განახლებული და ძალიან მარადიული და დიდი ხნის ურთიერთობა იქნება რა. და ამიტომ თქვენ თუ ამ ურთიერთობას ახლა გააგრძელებთ, ეს გაგრძელება იქნება ძალიან კარგი, მარადიული და სხვათა შორის ჯანსაღი ურთიერთობა და აქ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პოტენციალი გაიხსნება თქვენი, ძალიან ბევრი ცვლილებები წავა, აქ გეძლევა თქვენ კიდე აი შანსი, მაგრამ ეს თითქოს აი ხო გითხარით დალოცვილი იქნება რა. იმიტომ რომ უკვე სიგნიფიკაციაც მაჩვენა, რომ ყოველ შემთხვევაში ეს არის, როგორ იცით, ახალი ეტაპი არის თქვენი ცხოვრება, თქვენ ცხოვრებაში, ეხლა ამ ურთიერთობაში ახალი ეტაპი და ამიტომ მიიღეთ ეს ზოგისთვის შეიძლება ეხლა თუ ხარ თქვენ ცოტა ისეთ მდგომარეობაში რომ შეიძლება ზოგს პაუზა გქონდეს მე არ გამოვრიცხავ მაგრამ უმრავლესობას უფრო მეტი არის ზოგჯერ როცა შენ გრძნობ თვითონ რომ მე ვგრძნობ რომ ჩვენ შევრიგდებით მე ვგრძნობ რომ ჩვენ აუცილებლად კარგად იქნებით მე ვგრძნობ იმას რომ ჩვენ გვაქვს მომავალი რა იმიტომ რომ ქალი არის ინტუიცია თქვენ თუ ამას გრძნობთ თქვენ თუ ხვდებით იმას რომ კი აი იმენა გრძნობა ინტუიციას უსმინეთ თქვენს გულს უსმინეთ თქვენ სულს უსმინეთ აი თუ თქვენ ეს გაქვთ შინაგანი რწმენა რომ მე ვიცი რომ კი ბევრი რაღაცები მოხდა ჩვენ შორის მაგრამ მე ვიცი რომ ეს ურთიერთობა მე მაბედნიერებს მაინც ყველაფრის მიუხედავად აი ეს იქნება თქვენი გაშლა და იცოდეთ რომ ძალიან კარგი იქნება აქ აი ეს პერიოდი და თან ძალიან ხანძლივი შეიძლება უკვე იმხელა გაიარეთ თქვენ აქ რთული გზა რომ უკვე გეძლებათ მაღალი ძალები გეუბნებიან რომ всё ეხლა მიდიხარ თქვენ ჯანსაღ ურთიერთობაში რა სადაც უკვე ეს ტკივილები და ეს გაუგებრობები და ეს რომ თქვა აქ იყო ბევრი ორიანი პენტაკლების როგორი თემა არის რომ ხან თბილა ხან ცხელა ხან ცივა ხან ანუ ეს საქანელასავით ეს ურთიერთობები ხან ჭუბი და ხან რაღაცა მაგრამ მაინც არის ის რომ არის ამ ურთიერთობაში სიყვარული გამიგეთ ანუ სუფთა სიყვარული როცა ჩვენ არ ვეძებთ რაღაცა თქვათ აქ ვგდს რა როგორ არის ქართულად დამავიწყდა და ამიტომ ამ ურთიერთობას აქ ძალიან კარგი მომავალი და ნახოთ ახლა რა შეიძლება ტრანსფორმირება გააკეთოს აი განახლება რა აქ გეუბნებით ახლა აქ არის ზუსტად ეს მომენტი რომ რა დაგეხმარებათ რომ უფრო მსუბუქად შეხედეთ მსუბუქად როგორ იცით უფრო აი ბავშვურად რა რაღაც აი ბავშვს რო უხარიათ განახლებულად სხვანაირად უყურეთ რა სხვანაირად შეხედეთ, აი კი, ანუ შეხედეთ, რომ ეს არის როგორ იცით, გულით, სულით მიიღეთ რა, ანუ მიეცეთ თქვენს გულს, მიეცეთ თქვენს სულს, აი მიღება ამ ურთიერთობის, აი იმენა სულის დონეზე გადაადეთ და იმენა სულის დონეზე უყურეთ ამ განახლებულად, მოდით ასე რომ ვთქვათ, და ეს ტრანსფორმაცია მოხდება რაღაც სასწაულად, აქ მიდის აი რაღაც სასწაული ტრანსფორმაცია გეუბნებით რა. აქ ისეთი პოტენციალი გაიხსნება და აქ ისეთი ტრანსფორმაცია უკვე даже პრინციპში შემიძლია გითხრათ რომ
თქვენ თვითონ შეიცვლებით, თქვენ აი თითქოს რაღაცა კომფორტში შედიხართ, კომფორტის ზონა იხსნება თქვენთვის უშუალოდ როგორც ქალის. იმიტომ გეუბნებით, რომ აქ გზა გაქვს ხსნილი იმისათვის, რომ თქვენ აქ უკვე ისწავლეთ ეს თვით შეყვარება, ისწავლეთ ადამიანების სიყვარული და ისწავლეთ თქვენი თავის სიყვარული და ამიტომ აქ უკვე გეძლევა თქვენ ის რომ ანუ სადაც აი არ არის შეზღუდვა ურთიერთობაში, სადაც არ არის პრეტენზიები, უბრალოდ მე ვტკბები ამ ურთიერთობას, მე ვიღებ ამ ურთიერთობას მთელი ჩემი გულით, ჩემი არსებით, მე შემიძლია გითხრათ, თუ ვისაც აქტუალურია, აქ სული უკვე მოდის თქვენთან, ანუ ბავშვის გაჩენაც არის შესაძლებელი ამ ურთიერთობაში, რომ იმენა ბავშვი ითხოვს იმას, რომ ანუ მე მზად ვარ უკვე შემოვიდი თქვენთან, უკვე არჩეული ხართ როგორც დედა და ნამდვილად რომ აი ამ წყვილში ვისაც აქტუალური შეიძლება даже ბავშვის გაჩენაც და ნუ არის ძალიან მაგარი ენერგიები, იმიტომ რომ აქ მართლა ნუ კიდევაც მაჩვენებენ რომ კი გაიარეთ ბევრი გაკვეთილები, ბევრი მტკივილები, ბევრი იყო აქ მომენტები, როცა თქვენ შეიძლება შორდებოდეთ და ისევ მე ну აქ კი აი ეს ისტორია რაც პრინციპში მე თქვენ გითხარით, მაგრამ ეს სიტუაცია დასრულდა, ახლა გეძლევა თქვენ აი ისევ დასაც მაჩვენებს იგივეს რა, თქვენ მიდიხართ ახლა იმენა კარგ ენერგიებში რა, კარგ ენერგიებში, სადაც უკვე ერთმანეთთან მიესწრაფებით და ბედიც ისე კარგად იცვლება, რომ ეს ადამიანი ხვდება, რომ შენ ხარ ის, ვისი და კარგოც მე არ შემიძლია, ვინც მომცა მე თქვათ ეს ბედნიერება, ეს მაღალი ძალებისთვის, აი ეს სიყვარული მოდის რაღაცა არაჩვეულებრივი, სადაც მართლა კარგად გრძნობთ თავს თქვენ ამ ურთიერთობაში და გინდათ რომ იყოთ აი ერთად რა, გინდათ იყოთ ერთად. აი ესეთი გაშლა იყო ჩემო ლამაზებო დღეს და მიგისურვებთ როგორც ყოველთვის ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.